გაუმარჯოს ბიჭო იკიას. გაუმარჯოს იკიას. დავახარ ბიჭო. კარგად ვარ. შენ რა ვახარ? ურაცხა მოწყენილი სახე. რა ვიცი ბიჭო, ფეხსაცმელები ვიყიდე. ჩემი ზომა კი არის, მაგრამ პადიუმში მიჭერს მაინც. მერე პადიუმში თუ გიჭერს, პუსკში შეიცვი, შენცვი. შენ დავახარ ბიჭო, ჭიჭიკია. შენ რა შოვი, ვიდიგი? მაგრათავა, კითხვა მაქვს ახლა შენთან. ხო. მომისმინე. რომ მევიდეს ახლა შენთან ჯინი და გითხრას ჯინმა. ინატრე რაც გინდა, ოღონდ ორჯერ მეტი უსრულდება ბიჭიკიასო. რას ინატრებ მითხრა? რას ვინატრებ და წნევას 180. შენემო კაი, ახლა მომისვინე, ჩვენ დავცხოთ ახლა. დავცხოთ და გოუშვათ რა, ეს მანქანები და მივხედოთ დღეს უნდა ჩავასხათ, არ ვიცი, მე იქაც ასასვლელია, იქაც ასასვლელია, რა ქვია და იმ კორპუს მშენებლობაზე გოუშვი ბეტონი. ენა ვერ გოუშვი. რატო არ გოუშვი? არ მევიდა დღეს, მეზობელი გამითხოვდა და ქორწილშია დასულიდა, რა ვქნა. ეიცა, ბიჭო, არ მოსულ, არ მოთრეულა კიდე მამძღოლი, ბიჭო, ინ არის მაგი, ბიჭო, გადამრევს, ბიჭო, ჩემიკა. გადეირევა, იპრარაბია, კარგად ავაჭკუიდან ის მითხარე, ბიჭო. გადაირევა და რა უყო, ახლა მანქანა რა და იმით ხო ვედროებით ხო არ ვათრევ ბეტონ მშენებლობაზე, კაცო. ჩემიკა, ბიჭო რა. ორი კვირა პირდებით იხავს, მევიტან ბეტონს და ვერ მივედით, ბიჭო, იქამდე რა სიკოტელი უყო ახლა მან. ბიჭო, იგი რა ქვია, გელაიეს ხო და წყალტუბოში ბეტონი. მერე ორეის რო გააკეთებს იქით წყალტუბოში, ერთი გააკეთო, საკეთე 10 კუბი ბეტონი, მიუტანოთ იმგეს, ბიჭო, ხელით უკავია ალმატურები, მურუშებს, ორი კვირა გადეირია, ხალხი, ბიჭო. არ გვეტყოდა გელაია მაგაზე უარს, მაგრამ არც მაგი არა დღეს. სადა გელა? სადაა გელაია და ამდილი დამერეკა და ასე მითხრა, ან ცუდად ვარო, ან გასვენებაში მივდივარო. შენ თვითონ არჩე და უთხარი უკაშეთე, მე იონერი ორი ის. შენ რომელიც უფრო მოგეწონება, იგი უთხარი დირექტორი. ესე მაგერა დაუნაკავ ერთი დღე იგი დაუნაკავ კი არა გადავდებ ერთი 500 მაის და მაგათო დავასკი ბეტონი და გადავაცორი ეგ ჭიშკრის ნაკოსაგერმა აგარა ნინიას ბაღი კი არა როცა უნდა მოვა როცა უნდა წავავი გაგიჟდებ ახლა მოვა დირექტორი ეგ ჩალიკია ელაპარაკოს მაგარ მე ტიფა ელაპარაკა ჩალიკია გადარეული თუ იქნებ რა სიგუდელი ვქნა ახლა ბიჭო რა ვქნა რა სიგუდელი ბიჭო შენ რო დაждე ბიჭო მე არა მაქვს პრობლემა ქეით დავждები არ მეზარება მაგრამ შარშა როზე ვიღე 10 კუბი ბეტონი 100 კუბი ბეტონის ღობეები დავანგრია და გიღის ნო მაგი მართალია ახლა მორჩით ღობეები ტრებოთ მაგი და რა ვქნა ბიჭო რა სიკოტელი ვქნა ბიჭო ვინ არის ეს კიდე რო ჩამობზადი და ბიჭო და ხუთი მობზადი და გისმეთ ოდიში დირექტორი მიზედა დირექტორი არ არის გენაცვალე ჯერ და ასთან დაკავშირებით ეგეთი სამსახურის თაობაზე ვარ მოსული ბატონო მუშაობის დაწყებამდე და დირექტორმა მითხრა შემოიარეო და ხო გენაცვალე დირექტორი არ არის დღეს შეგენაცვალე და მოდი ხვალ გამოიარეთ რა ბოდიში ამაინტერესებს იცი თქვენ დიდი მანქანის ტარება ხო არის 300 ვალის ვიცი როგორ არა ვიცი მეც ვიცი 300 ვალის ტარება მამა ჩემაც იცოდა, ბაბუა ჩემაც იცოდა, ბაბუა ჩემის მამის დროს ფიზიკურად არ იყო 300 ვალი დოლარი ეძებნებოდა იმას. საერთოდ ჩვენ მე გახლავართ ბელთაძე. მაგრამ ჩვენ ადრე 300 ვალი ძეები ვიყავით. ახლა რა მოხდა? ორად გაიყო გვარი. ბაბუა ჩემა მოკლა ბატონი. გესმის 300 ვალით. და ჩვენ წამოვედით იქიდან და გავხდით ბელთაძეები. გადმოვასახლეს. ეხლა თქვენ გამოვიდნენ ღმერთმა ვიცოდია დაასვი მანქანაზე და გოუში თავის ბეტონია რაჭკოვიანი კაცი შენგენაცვალე აპარა მომისვინებათ იმ საბოლოოდ თქვენი სახელი ბიჭიკო შენი ჭირიო მოგლეთ შემოკარგო თქვენ მიღებული ხართ ახლა სამსახურში სასამართლო ის საბუთებს და იმას ამასობაში სანამ თქვენ ახლა ერთი ორი რეისი რომ გააკეთოთ დაჟინოთ ახლა იმ სამანდროზე მიიტანოთ ბეტონი დაჟინოთ ამასობაში საბუთებზე თქვენ მოგვარებულია თქვენი ამბავი ჩათვალეთ დაწყებული რომ მუშაობა თქვენ გენაცვალეთ რა კი ბატონო ხوارჯობია მაინც რომ დირექტორს დაველოდოთ მაინც საბუთებზე მაგან უნდა მოაწეროს ხელი და მაინც შეგენაცვალე მეთქვი მე არ არის არანაირი პრობლემა შეგენაცვალე მიდი ახლა შენ გაყევი ამ კაცს და 300 ვალზე დაჯერგე და მიხედე იმას რა ქვია არა იცი რა არის რომ
მაინც ჯობია რომ დირექტორს დავი. მაინც დირექტორი მაინც. რაგინა ბიჭო გეუბნები მე და დირექტორი ერთი თორები ახლა და მინდი ნიკეთე საქმეს. არა მე და ბიჭო არა გითხრა კაცმა მე და დირექტორი ვარ ერთი და წამოდი ახლა წეიღე იბეტონი და მე ვარღვიოთ დედალმამალი. წამოდი მიდი გამოდი ერთი ნიკეთე გამოდი ბატონო ბიჭი. უნდა ეგეთზე სამალφალიძე. ბიჭო მომისმინია ხა? შალეგია შევთან სახანა ხერო მომდიოდი ახლა. მერე ხონა რა მითხრა თუ იცი? რაი? მეო არ მომწონსო შენ ცოლთან რომ დაძრობის შენო. მე შენ რა უთხარი? მე უთხარი შენ ცოლს მოწონს თქვა და დააგეკი ორივე ჩამოყალიბდით მოგწონთ არ მოგწონთ რა უკეთა შენ ბიჭიკია სადახარ გეძე ბიჭო აი ნაგაძე მოგდებული ერთი კითხვა მაქვს შენ რამდენი შვილი ყავს? მე 5 ბიჭი მყავს და 8 გოგო. და ხელით არაფრის კეთება არ იცი? რა არის ეს ჯიმ? სადომიყვანი აქ? კრუასანი და იმით გინდა ცხელი შოკოლადი პახმილიდან რომ გამოვიდეთ რას მელაპარაკე? რა ფერი გეთხოვა ბიჭო ქუთაისელი ვარ ახარ შენ? რა ზიან მეტყობა ბიჭო? მეტი ჩარა რომ არ ვარ თქვენ სამით მაგიტომ ხომ? შენ რა ხარ ბიჭიკია? ბიჭო მომისმენ. ქალაქში დარჩა რაიმე ზავიდელია ინერი ჩვენ მისია რა გვეღო და არ გეტყვიხადა? შენ ბიჭო ისე კი რას მეუბნები ახლა შენ მე რომ მაგაც გავხსნათ მისიების საბანკო რეკვიზიტი სიცხვილია ბიჭო სიცხვილი რა არის ბიჭო სიცხვილი იგია შემოძამია რომ მიხვალ რაღაცას ავიზენიაში მისიას ვეიღებ და რო არ გადაიხდი მაგი არის სიცხვილი კი მაგი კი ბიჭიკია მაგრამ ბიჭო ერთი ზავიდენია მაინც არ უნდა დავტოვოთ ქალაქში მუზეუმის სახით ისე მისიები რო არ მომქონდეს რა გვინდა ვითომ ჭირდება ბიჭო ეს კაფე სულ არ არის ვრეულის ხილა და მათ საიდან ეკნებათ მისიების ვრეული გადავიხადოთ ისევე ჯობია გადავიხადოთ კი გადავიხადოთ მაგრამ რამდენი გაქვს ფული შენ ნემა ფოთხილა შენ რამდენი 3 მე ბიჭო იმას უნდა 8 ლარი უნდა მე მგონი მაცადე 3 პლუს 4 ხო 7 ლარი გამოდის რა ვქნა იცი მე გეტყვი შენ ხო ჩვენ ევიღოთ ახლა ცხელი შოკოლადი. კი ბატონო. გავაციმო. ხო. და შვიდს გამოვარსებენ. გამოგვაკლებენ? ხო, აბა. ამიტომ იაზი. ხო, აბა რა ზეუნე. მაგა იაზი მაგრამ მიმტანი რომ არ არის? ყურადღებას არ არ გვაქცევს და. დაუძახე, გაზო მიმტანს ა. მიმტანი. მიმტანი. ხო. მიმტანიშ. მიმტანიშ, მიმტანოვნა. არა ვერ არის მე მგონი. აი თუ შევალ და დაუძახე. მიდი აბა მიდი. დაუძახე, გაზო აქ იქნება რაღაცა, ადიქ. გაჩივდება და მიმტანიშ. არის გამოვაგდება სწორი. მიმტანოვნა. მიმტანი. ასო აღარ მინდანი არა ხალხურ აფერა თქვენი საქმე გამაგები გამარჯობა დაგიმარჯოს ამხელა ფილარმონია კაფე რო გაგიხსნია დაგანა თქვენ მიმდანი არ უნდა გხავდეთ რა არა ბატონო მიმდანი არ ყავს თვითმსახურება აქ თვითმსახურება რას ნიშნავს აი კერძები რომელიც გნებავთ აიღეთ ფოდნოსე შეგიძლიათ დაიდოთ და მირთვათ გემრიელად თქვენით ეს რაც მინდა ვიყოთ შენთვის და წევიღო და კი თქვენით აიღეთ არჩეთ რომელიც გნებავთ და გაიგიტანეთ მირთვით გემრიელად შეგიძლიათ მაცემერ ვიცი შეგენაცვალე მაშინ რაზეა ლაპარაკი აქედან მოუგდია ხომაცენ მოუგარეთ ბატონო ეგენი ეგი უყარს იმეგრელია უყარს ეგი მაგრამ ხოცებში რა შეგვიდა იქანა იქი რა ხოცებში იქიდან მინდა შეხვდეთ ბიჭო ხო სუგურია მოდი აქეთ დამძანდი ტრადე გამევიდანი აქეთ რა არის ბიჭო ეს ვიყოფა ორი დევივით კაცი მზივათ აგერ მაცადე ბიჭო ცოტა ხანი მაცადე ერთი წამი ჟამე ჯერ ეგი და მე იქნება კიდე რაღაცა მაცადე ერთი წამი მე ვიცი ჩემი საქმე კაცი ნაკლები აფერისტი კი არა ვარ მე შეგენაცა ვიცი მე ჩემი საქმე ჩუდი ბიჭო არ გაბიგო მიდი ჭამე შენ და კიდე იქნება რაღაცა მაცადე ერთი წამი ჩუმდი იყავი ბიჭო ხმა ესმით იქეთ
ჭამე ეკადრელი ჭამე რომ მიარ მოწო ჭამე ჭამე ვიდო ჩვენია ჯერ გამომიყვანო ცოტა კაია ხო ივრიელია უა გადადია გალ კაი ხო ბიჭო კაი ხო კაი კი იყო მაგრამ არ მეყო ცოტა იყო შენ გეყო მაცადე ბიჭო მე ვიდან კიდე რა იყო რა გველე ჩაპი გახტი ამნერი კიდე მოიდა მე ვიდან კიდე მაცადე ბიჭი გეიხარი ბიჭო ზუგუია მე ვიდა ახალი ბიჭო დედა რა მოიდა ბიჭო ეს არის მადამ ბოვარი მადამ ბოვარი ქვია მაგას აბა რა გონია შენ მინდი ახლა დედა რა მაგარი იქნება ეს ეს შანგალი გამომართვი ეგი გამომართვი და შენ გადაიღე პირველი მე გადავიღე პირველს აუ რა გამევიბესკე ბიჭო აღარ მინდა მეცეგრება ბიჭო მეცეგრე დღეიდან ახლა თითქმის 1 საათი კიდე აღარ მომშვიდება მე ბატონო კი კარგად ვარ რა უკნა დახა წევი სახში დავიდეთ აბა რა უნდა ვქცათ ცოტა დავისვენოთ კაცო გავშალოთ ფეხები ო აღარ შემილია წამოდი შეგენაცვალები წამოდი წამოდი ეცა დავით უკაცრავად ბოდიში მაგრამ სად მიბრძანდებით სახში მივდივარ სახში ცოტა დავისვენებთ კაცო თქვენ აქ ის არ გაქვთ მენიუში ტახტი და ცოტა მუხლებს გამართვა უნდა ჭირიმე კი ბატონო დაისვენეთ მაგრამ თანხა გაქვთ ჯერ გადასახდელი 157 ლარი მოიცა რა თანხა შენ არ მითხარი თვითონ მსახურება ახანა ხო კი გითხარით მე მე ადაკი და მე მსახურე შენ შეგენაცვალე ჩვენ ხوار მოგემსახურებ დაგანე კაცო სად თანხა გაქვთ სიცხვილია ბიჭო სიცხვილი რას გადრულობ მამის ტოლაკაცი არის როგორ ეკამათები ბიჭო არ შეიძლება ესე გავიგე მაგრამ კიდე ხმას იღებ კაცო ამ ხალაკაცი გელო გას ლაპარაკობ ახალგაზრდა ბიჭი ხარ როგორ გეკადრება კაროჩე სულელი ბიჭო მაგი უნდა მაკადრო ამ ხალო მამის ტოლაკაცი ვარ მე ბიჭო ესე იგი ბიჭო გაგიჟებული ვარ რატო მითხარ ბიჭო რა იცი ჩემი ცოლი ცოლი ჩემი არახს მიმალავს ბიჭო სახში მე ბიჭო კაცო ნახე მე თვითონ ივალება მაგირე დაიღო ბიჭო ჯიჯიგი რატო გარ უხასიათოთ ბიჭო არ გეთხოვ ბიჭო არ გეთხოვ სასამართლო მქონდა ბიჭო მე სასამართლო მქონდა და სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს ეისა კაცო ჩამოხჩება მოგცეს არა ბიჭო აბა სიდენთან ჩამასახლეს ვიყავი გოგო ხო ვიყავი გავასკტი ამ ხელაგზაზე ვაი მაგათ დააკლდათ თვალებში სინათლე ფასები აქ დაკლებულიო და გევიქეცი მეც ხო რაღაც ერთი საგაზაფხულო ფეხსაცმელი ვიყიდე ჩემი ზომა არც იყო ცოტა ქემიჭერს მაგრამ არაფერი უჭირს საღაია ფათიხო ხო არა უშავს რას ლაპარაკობ ხალო ამდე შეგიხორცთა მაგ ტელეფონი ყურზე კარგი და მივხედავ ახლა ამას რა იყო ბიჭო შენი დაიყო შენი ამბავი იკითხა რამდენჯერ უნდა ელაპარაკო დღეში ამ შემდას რამდენჯერაც საათის უკან ხო ელაპარაკე ისედაც ორი პარასკევი რა შეიძლება მამაქცია ყურავი წყალი მომიტანე ერთი ჭიქა შეიძლება მოუკუტები და ილაპარაკეთ მე დღე და ღამე შენ დაიმა ზალმული ასე ლაპარაკობდეს ორივე ერთად აი ორია რა იყო ხალო დასაბანი წყალი მომიტანეთ ყა ის კი არ მithქვია პატარა ჭიქი მომიტანე წამლები გაქვს კიდევ დასალები ამაზე ერთი აფთიახი წამალს დალევს რა ეს ეგი რა ხელა არის ბოლტია თუ წამალია მიდი გამიტეხე ეს და მომიტანე დავატყვილავ შოინდური
ახსოვს კაბინო და პატარა ხასისაც ხნავა რა. რავად ყვილა მომზავლებს ინოურით, მაინც არ უშველის და თავს რაღაცა ვიგნავა. მოგდები სარახაში და დაიშალებს რა. უგეშინია. ამის წინას გასვენებაში დაპატიჟებული ხალხი მიმაბრუნებია უკან, მაგრამ გამოკეთდი და კარგად ხარ. მე როგორ ხარ თვალი, ისე არ ხარ შეიძლება. მოისმინე. ხო. მოდი ერთი წუთი შეგერ დავიძე საქმე მაქვს. ადექია. იცადე ამას დავძებ და მოვალაგე. რაღაცა მინდა გითხრა, კარგად მომისმინე ახლა. კი გითხრა ახლა ჩემი დღეები დათვლიან ხო? მოისმინე ახლა. ხო, გისმენ ჩემი სიცოცხლე. ხო, რა მინდა გითხრა. ვიცი ახლა ის არ დამიწყო ხა გამოგეთები და გაგანეშა. დღეს იქნება თუ ხვალ იქნება თუ როცა იქნება. მე აღარ მოგვრიდო და რა მინდა რომ გთხოვ და შევისრულე იცოდე. შენ ახლა ხალგაზრდა ხალი ხარ და დიდხანს უნდა იწყებ ახლა ჩემ გლოვას და ზლუქოს და 40 წლის და მე გათხოვ. რა ზბჟუტურობ თუ მეტიც. მომისმინე კარგად ახლა. კარგი ნახე, შენ ახალგაზრდა ხალი ხარ. ხო ისე შერაფერ უყარ ხარ. არ მინდა მეიტანჯო თელი ცხოვრება და ასე გაატარო შავებში და წელიწადი რო გავა მე გათხოვდი ვინმე ნორმალურ ადამიანს გაყევენ შენს ვერ ცხოვრობენ გამიგონე ხო რასაც გეუბნები. აი ახლა რა გავთხოვდი? ან რა თქმა მაგ ვერ გევიგე. მომისმინე ეს ჩემი უკანასკნელი სურვილია ჩათვალე და ნუ მეტყვი უარს მე მოვიუტე. გეუბნები ხო ნუ მეტყვი უარს ეგენაჩვენ. გათხოვდი არ მინდა ეს ახლა ხო ხიალი საფლავზე და ეგიდე თავის როცა იქნება ამის მოხვალ განახალწებს მაგრამ მინდა რომ ნორმალურად იცხოვრო შენს და ხო არ მითხრა უარი ჩემი უკანასკნელი სურვილი არის რომ გათხოვდი შენ. კაი, შენ იყავი კარგად და მე გავთხოვდები, კაი. კაი რომ გათხოვდი. ოღონდ გამიგე გითხრა აქ ვიყვანე რა იქაზე იყო ჩვენ სახში ხო ვიყვანე? კი, მე ვიყვან აბარაშვილსა. კაი გოგო. და იმ ჩვენ ლოგიში დააწვენე, ხო დააწვენე ჩვენ ლოგიში. კი, დავაწვე, ირევა ბიჭო. და იგი რა ქვია, ჩვენ მანქანაზეც დასვი. მანქანაზე ვერ დავსვა. რატო? არის ის მანქანის დარება და რაფერ დავსვა? რატო გალო? არის ის მანქანის დარება და შენი! შენ! მოდი აქ! შენი ვერ! გამიშკე! იო, ვიტყვია! მომისმინე? ხო. ესე იგი 10 ცოლიანი რო არ ვიყო? ხო. 10 ცოლს მოვიყვანდის მოვეთ. ბიჭო, მომისმინე 9 იყვანა და 10 არ გამოგდის მაინც. ნუ მომისმინე არა. ცოლიანი რო ვარ და რო ვიცი რა დედა მოცარი. მიტო ვერ რისკავ და რა ჩერი ცხრის მოყანა. შენემ. ჭიჭიგია. მითხარი ახლა მე შენ რაფერი ბავშვობა ქონდა შენ? რა გამახსენა ბიჭო. ზარ მძიმე ბავშვობა მქონდა. რატო ქონდა მძიმე ბავშვობა? ბიჭო რატო და ჩვენთან ეზოში ერთი გოგო არ იყო წამლად. რატო არ იყო გოგო? ბიჭო ბავშთა კოლონიაში ვიჯექი ბიჭების და რაირად იქნება. ბიჭო რა ვშობით აკა დევიწყოთ ეს რა ძალა გვიშლის ხელს ერთი მაინტერესებს. მეიცა მაცადე წამი ცხა კადრს ვერ ვასწორი. და აი შო, შეგვიძლია. შეიძლება დავიწყო? ეიწყო. მოგესალმები ჩვენო ერთგულო ტელე, რადიო, აუდიო, ვიდეო მაყურებლებო. დღევანდელი გადაცემისთვის რაც ხევს სკროლავდი რიცხვებს და
შევხვდა უცნაური წესები და კანონები სხვადასხვა ქვეყანაში. ხო და ახლა წავიკითხოთ და რამოდენიმე მათგანი განვიხილოთ. მაგალითად, საუდის არაბეთში 2018 წლის გაზაფხულამდე თურმე ქალებს ავტომობილის ტარების უფლება არ ქონდათ. იგი რანაირი უცნაური ქვეყანა ყოფილა კაცო. მანქანა რო გაგიბუჭდეს, კაცი უნდა იჯდეს საჭესთან და ქალი უნდა აწვებოდეს უკან, თორე დაგაჭარიბე. დავანებებ თავია. ან სახეზე შავი ნაჭერი თუ გაკაფარებული და ისე მოძრაობ, ან ქალი ხარ, ან ბანდიტი შეგენა ცოლოჭები. ერთი სიტყვით მეგობრებო, 2018 წლამდე არაბი კაცები არ სვამდნენ. იმიტომ რომ რესტორნი სახის დამყვანი არავინ არ ხარ. მოკლედ, ისრაელში რა ისრაელში ბიჭო დაამთავრე წინადადება. მოცადე ბიჭო, ერთი წუთი შენ რაი, სულო ჩამამენცობი პიცი. საუდის არაბეთიდან გადმოხტია გერ ისრაელი და ამომას ორი წუთი შეიძლება. ისრაელში შაბათობით ცხვირში თითი ჩიჩქნა აკრძალულია. შაბათობით ცხვირში თითი ჩიჩქნა აკრძალულია. ისე რო დავაკვირდი ახლა ისრაელის ციხეში იქნება საინტერესო დიალოგები ძალიან. რაზეც იხარ ბრატ ცხვირში ჩიჩქნაზე შენ მე სურდოზე გამსროგენ. აუ ამას მაგიზი მედიკო. მოკლედ ძალიან საინტერესოა შაბათობით ცხვირში ჩიჩქნა არის აკრძალული და მარხვის დღეებში ოთხშაბათს და პარასკევს კბილის. გადავალ ახლა სხვა თემაზე, რამე უცნაური კანონის არ ხოდეს, ხო კანონის აბუჩა დაგდებაზეა და გადაობაზე არ გამსროკონ. მთელს იტალიაში თურმე მოქმედებს კანონი, რომელიც ქალებს, რომელთაც მარია ქვიათ, პროსტიტუციით დაკავებია ეკრძალება. ისე დააკვირდი ახლა ცოლს რო ქვია მარია და შემთხვევით შეაგინებდა გვერდი და ოთახი და სიდედრი რო გილიჯობს ყველაფერს და კარებზე პოლიცია აკაკუნებს და არიქა საინტერესოა ძალიან ჩვენთან ისე ჩვენთან რომ აწერენ კაცები ზასტა გავავლი ახლა პარალელი ჩვენთან რო აწერენ ხოლმე ტელეფონში კაცები ქალების სახელებს იურა ჟესტიანჩიკი გელამდგმური ზაური პალიროვკა იტალიაში დააწერე მარია კაცი შვილი არიეკიანებს შეზე. საინტერესო. უცნაური კანონების და წესების განხილვა დღევანდელი ჩვენს ეთერში ამით მორჩა. ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად დაუბრუნდებით ამ საინტერესო თემას. ახლა კი მინდა გადავიდეთ ჩემო კარგებო ჩვენს ძვირფას სტუმარზე. ჩვენთან სტუმრად არის ადამიანი ცნობილი კანონოლოგი რომელსაც არაერთი უცნაური კანონი მიუღია ჩვენს ქვეყანაში ბატონი ბიჭიკია ბელთაძე. მომძაით ბატონი ბიჭიკო. მოგესალმებით მართლაც მოგესალმებით. მომძაით დამძაით ბატონი ბიჭიკო. დამძაით. ხარა და მომესალმებით მე ესე სწრაფად. იცით თქვენ ჩემი ახალი კანონის შესახებ, ხო? რა კანონის შესახებ? ესე იგი ჩვენ მივიღეთ ახლა კანონში დადგენილება ესეთი, უბრალოდ ჩაშვებულია უკვე ეს კანონი. 3 წამზე ნაკლებში უნდა მოასწრო მისალმება. არ უნდა აღემატებოდეს 3 წამს, გესმის? გასაგებია, ძალიან კარგი კანონია, მეგონი აღხტოვრებით შეხვდება ჩვენი მოსახლეობა. ერთი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, ბატონო ბიჭიკია. თუ მიგიღიათ ისეთი კანონი, რომელიც შემდეგ გინანიათ. იყო ესეთი პრეცედენტი. მივიღეთ ერთ-ერთი კანონი, როცა სიგარეტის მოწევა აგზალეთ ჩვენ შენობაში, მაშინ მაგაზე ვნანობ, მაგრამ უფრო როგორ გითხრათ ახლა, უფრო 3-4 ჭიქის მერე, მანამდე არც მახსენდება. ხო, მაგას ვნანობ. გასაგებია. აი ისეთი კანონი თუ არის რაიმე სხვა ქვეყნებში, მაგალითად რომელიც გინდათ რომ ჩვენთან მიიღოთ. კი, არსებობს ეგეთი კანონი, მაგალითად იაპონიაში არსებობს 40 წლამდე მამაკაცებში ესეთი
ტენდენცია, დიახ. რომ წელის ზომა უნდა იყოს 92 სანტიმეტრი. ჩვენ ვიფიქრეთ ახლა ჩვენმა საერთაშორისო კოლეგიამ და არა მარტო ჩვენ ვიფიქრეთ მოკლედ კანონოლოგებმა დიახ ვიფიქრეთ რომ მივიღოთ ეს კანონი მაგრამ ვერ ვიღებთ რატომ? ისმის კითხვა რატომ? რატომ და როცა კანონი ხელს უშლის ტრადიციას რა თქმა მე ესეთი კანონი ამიტომ არ ვიღებ ესე იგი ამინა გითხრათ ბატონო ბიჭიკო თუ თქვენ დააპირებთ მაგ კანონის ჩაშვებას ცოტა ერთი თვით ადრე მაინც რომ გავაგებიოთ, იმიტომ რომ ჩინეთიდან ბანდაჟებს ჩამოვიდათ და რაღაცა ფული მაინც გავაგებთ. კი ბატონო. სხვათა შორის მე რა უნდა გითხრათ თქვენ? კომენდანტის საათი. მე? კანონი. ჩემი შემოტანილია. აი, მაშინ მეც დაგისვამთ კითხვას, რამ გადაგაწყვეტინოთ კომენდანტის საათი? გეტყვით ბატონო ჯიჯიკო. მოკლედ, მე და ჩემი ძმაკაცი ეგრეთ წოდებული სუფრასთან ვისხედით, ვსვამდით და ამ ჩემმა ძმაკაცმა, ვინმე ვეჟომ, თქვა, რომ მე ოსახში უნდა წავიდე. მე ვთხარ, ჩემ ფეხებს ახლა ოსახში თქვა. წავალ, მე ვთხარ ვერ წახვალ თქვა. ავდა კიდე ბეგო ეგრევე კანონი, კომენდანტის კანონი. ვიჯექეთ 3 თვეს ვამდით. ჩემი ძალი გიოდა. გასაგებია, კარგი კანონი. უცამეტი, მაგრამ კარგი კანონი. მოკლედ დიდი მადლობა მინდა უთხრა მე ჩვენს კანონოლოგს. ბატონ ბიჭიგიაბელთაძე სტუმრობისთვის მე მგონი ამომწურავად გაგვცა პასუხი ყველაფერზე და ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. მინდა გითხრათ ჩემო კარგებო. რომელი საათი ახლა? ხო. 27 წუთი, ძალიან კაი. კი, მოვასწარი, კაცო. რა მოასწარი? შკოდა დავაყენე ჩემი შკოდა რომ შავი ხომ ყავს. დავაყენე ჩემი შკოდა ბასლაინზე. იმიტომ რომ 27 წუთშია გამოივლისო ავტობუსში და მოვასწრებ ჩაულებრივ და დაიწყო გავაკოშია. აბა, კარგაცადებული, მომოშეყოდამდე. იმასაც მოვასწრებ, ამასაც მოვასწრებ. კარგად. ბიჭო, ჯიჯიკი, რა მაინტერესებს, ახლა გეძებდი უნდა მე ვკითხე. ხო, აგერა. რა მაინტერესებს, იცი? რა განსხვავება სკოლასა და გიმნაზიას შორის? მითხარი განათლებული კაცი. მომისმინე გეტყვი, ახლა ძალიან მარტივად თასახსთელი ამბავი შეხედე. ხო. თუ სკოლაში ფიზკულტურის და შრომის მასწავლებლები არ სვამენ, ხო. სკოლას ავტომატურად ენიჭება გიმნაზიის სტატუსი. შენემ ვიჯი ხო ეცე ბედა გადმოგდებული ერთი რა გავარ გავსამე სამეძე ვიჯი კითხვა მაქვს შენთან მითხარი ძმა რა ქნა შენმა ბავშვმა დაამთავრა სამედიცინო რა სამი დაამთავრა კი არა უკვე მეწყო სამოწყობოშია და ოპერაციებს აკეთებს საათში $50 შეულობს საწლევი ვერია ეი ავიჯო სამართალი რა არის მანანია სკოლა რა დამთავრებული და იგიღებულობს საათში $100 და შენემ